გამაღვიძე თეკლა. გავაღვიძოთ თეკლა. გაგაღვიძებ თეკლა. გაგაღვიძებ. ეს არა. არც ეს კარგია. ამას ხო ვერაფერს ვერ დაასწრებ. ხედავაშა რაქნა, მე დავტოვე წერილი, გამაღვიძეთ მეთქი და ამან კიდე ასაფეთქებელი ამიფეთქა ოთახში. რასლა? გამაღვიძეთ თუ გამაღვიძეთ? მართლა? კარგი ნიკა, რა საქციელია ახლა ეგ, რა წესია. თეკლა ეს როა ფეთქა ნიკა, როა გიფეთქა იქ საძინებელში მაგიტო გაქვთ თმები ეგრე თუ? შე ბუნებრივად აგაგებ. ოჩაღაშა, იმის მაგრად რომ ის უთხრა ბავშვს. შენიშნა მისცე კიდე უარესებს აკეთებ ამ ხელაკაცი, კარგი რა. შენიშნა რა ახლა თეკლა ბავშვს სკოლის ზეიმზე აქვს სოკოს როლი და მეტი რანაირად გინდა დასაჯო. ისე კარგი გამახსენე ლაშა. სოკო აუცილებლად უნდა მოვიდე და ბევრი ვიცინო. მეც მოვალ და ძალიან ბევრს ვიხალისე. გააღეთვინე ფიზიკოსი იქნება. ნიკა. საგინახავთ სოკო დადიოდეს. სადგინახავთ სოკო დადიოდეს. სოკო ზის და მობილურით თამაშობს. შემოდი ზურა, მოდი. როგორ ახალაშა? კარგად, თავად? მოდი. ვა, მამა! კარგად. ბებო როგორ არის? არა უშო, ძალიან ენატრები. მეც მომენატრა. აუ მომეცი რა შენი ტელეფონი, ნახავ მაგის ფოტოებს. ოხ, ნიკოსტიკ. ლაშა, შენთან რაღაც საქმე მაქვს. მოკლედ, მე და ელენემ გადავწყვიტეთ ნიკას თაობაზე. წამოდი, იქით ვისაუბროთ. ხო, მოკლედ. შეგელაპარაკე. ნიკა რძე არ დაგილებია. მე არ ვსვამდეს. ის რას ნიშნავს არ სვამ? მამა, მითხრა თუ გინდა საერთოდ ნუდალე რძესო. ესე გითხრა მამა? ხო. აი ხო მე მამა შენს დავურეკავ და ნახავ, სად არის ჩემი ტელეფონი? აი აქ დაუგდიო ვიღაცას. ალო, გამარჯობა, ზურა, შენ ხარ? ხო. ისა, ზურა, თეკლა ვარ მე. ზურა, რა მაინტერესებს? მართლა შენ უთხარი ნიკას, რომ რძე აღარ დალიო? ხო, უკვე დიდი ბიჭია და შეუძლია აღარ დალიოს. ნიკა. ნიკა, საიდან გაქვს შენ ეგ ტელეფონი? კარგი, რა ვიცი, თუ ესე გადაწყვიტეთ შენ და ელენემ, გონი არ იქნება ისე. კარგად, ზურა, შენ როგორ ხარ? ამიშას ვარდა. ნიკუშ არ გინდა ახალწელს ჩვენთან რო შეხვდე? არ მინდა. ბებიაც გელოდება. შენ რო არ მინდა რა, შენ რო დალე მე მალე იძინებ და ბებია კიდე მთელი ღამე რაღაც რუსულ ფილმს მაყურებინებს. თვალკაცებზე. არ გინდა თოვლის ბაბუამ საჩუქარი რომ მოგიტანოს? თოვლის ბაბუა? ნუ თოვლის ბიძიას და თოვლის დედის დაქალს უთხარი უკვე რა მინდა და თოვლის ბაბუამ იცი რა მომიტანოს? ბატერფილდის ახალი დისკი. ველოსიპედი არ გინდა და? ველოსიპედი არ მოაქვს და რა ვქნა? თეკლა. მოკლედ ლაშას ველაპარაკე, ნიკუშას მე წავიყვან. ბებია მოულის, თქვენ ახლა ბევრი საქმე გაქვთ, ორივე მუშაობთ. თან დედა ჩემი სამსახურიდან წამოვიდა და თავისუფალი დრო აქვს ბევრი. ხო, რა მაგარია
ბებიასთან, მაგრამ აქაც რომ მინდა ყოფნა. ხო, ზურათან ისე მივეჩვია მეც ნიკას მომენატრება ჩემი პატარა სოკო. სოკო, ხო? ბებია რო აქ გადმოვიდეს საცხოვრებლად. აქ გადმოვიდეს? აქ გადმოვიდეს? აქ გადმოვიდეს? შეიძლება, მაგრამ ვკითხავ მაინც წინააღმდეგი თუ არ იქნება. რა ვიცი, იცი რა, ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვუვლით ნიკას. ნიკა, წადი შენ სკოლის ჩანთა აიღე გაგვიანდება სკოლაში. დიდი მადლობა, თეკლა, ლაშა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ვუვლით ნიკას, მაგრამ ბებიას რომ მიეხმაროს არ იქნება პრობლემა. ხო, კი არა, ჩვენ ახლა არაფერს არ ვაკლებთ ნიკას, რა ვიცი, ნიკას არანაირი პრობლემა არ აქვს საერთოდ. კი, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ თეკლა, ხო ნიკა. შენი ყავა ადაქცეული ჩემს ისტორიის წიგნზე. და ლაშავიძია, შენ კიდე დაგავიწყდა ჩემი მათემატიკის დავალების შემოწმება. ოხ, თეკლა, როგორ დაგექცა ეს ყავა? იზავაში შენ როგორ დაგავიწყდა შემოწმება? მე დამავიწყდებოდა ხა ყავა თუ დაგექცა შენ ისტორიის წიგნზე დამავიწყდებოდა ბუნებრივია. ხო და შენ თუ ახლა დაგავიწყდა მეც იმიტომ დამექცა ალბათ. აი ესე უვლით ნიკას. ხედავ. ბაბუ საათ ხარ? ბაბუ, ახალი ამბავი გითხრა? ხო. აბაზანაში თოვს ბაბუ. აჰა. ო, თოვს. რა სამოპადა, რა თოვლი, რას თო. მეუბნები ბაბუ, ეთყობა მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და თოვლად გადაიქცა და საღამომდე დადებს. ალბათ. აი გას. არ მოგბეზრდა. ამ სიცივის ის რაღაცა წუწუნი სიცივეზე. ხო და რა იყო რა რომ მომბეზრდა, მაგიტომ გეუბნები ბაბუ, რომ მომბეზრდა და რომ დავიღალე, მაგიტომ ვლაპარაკობ ამდის. და კიდე მეორე ახალი ამბავი გითხრა? გადავწყვიტე რომ ამ ახალწეს თოვლის ბაბუად ვიმუშაო. რატო? რატო და თოვლის ბაბუა ხო დაძვრება ხომ ბუხრებში. ხო, ხალხთან და ვიღაცას ენტება ალბათ, ანთებული ექნება ბუხარ და გავთვლები ცოტა სწორე გავიყიდე არა შემიძლია. კარგი. და კიდე ერთი ახალი ამბავი გითხრა? წელს მეყული არ გვეყოლება, იფიქრე მაგაზე. რატო ბაბუ? რატო ბაბუ და რო გააღებს კარს ის მეყული მის იქნება, რო შემოვა ხო იტყვის? შემოვდგი ფეხი, ვაი როგორც იო, გავდგი უკანა წავედიო და წავედე. აბა აფინდა შედება, არა აციცი. შენ იქნები ბაბუ ჩემი მეკულე. უფ, კიდე ერთი ახალი ამბავია. ხო, შენ იქნები ჩემი მეკულე და როგორ მიხარია რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ახალ წელს. ხო და თუ გიხარია, მოდი რამე ივენთი მოვაწყოთ. ამ რა ქვია, წვეულება რამე, ჰა? გინდა კოტე ბაბუ? კი, ძალიან კარგი აზრია ბაბუ, და კარგი აზრია მამია, რაული, შურას შევატყობინო ჩამოვლენი. ხარაგაულიდან და მოვაწყოთ ეს ყველაფერი შენ რაც გინდა. აგერ სია ჩამოვწერე ბაბუ, რა გვექნება ახალ წელს აგერ ნახე? მაჩვენე. ნახე? ხო. ქათამი ხო. ინდაური ხო. ხო. გოჭი ხო. პატა სოლი. პატა სოლი კამფეტები. რა არის ბაბუ ეს? რა პატა სოლი კამფეტები? რეები გიწერე. კარგი ბაბუ, რა მოგივიდა? კარგი. ამოშალე რა კამფეტები. ევიცი რასაც ამოუშლი რა. პატა სოლი. სუნა ამოუშალოთ არ გვინდა. ესე იგი, ქათამი ხო გასაგებია, გოჭიც ინდაურიც გასაგებია, გოჭიც გასაგებია. პატა სოლი. წინას წაშლიდა. ბაბურა. ყველაფერზე შეიძლება ცოლი, ყველაფერზე როგორ ცოლს მიაბავს ხოლმე, როგორ საიდან მოსდის აზრად, არ ვიცი, რაღაც ერთი უნდა, რაღაცა თემა უნდა გადაუტანო, მაინტერესებს ერთი თუ იმას იზავს, რა ქვია, მიაბავს ერთი რაღაცა აწყობს. ბაბუ, ეს ფეხსაცმელი მიჭერს ბაბუ და ფეხს მტკენს მაგრამ გიჭერს არა აბა რა იქნება მოგიჭერს აბა რომ დაკიალო ზევითქვევით მოიყვანე ცოლი დაჯექი სახში და ფეხი ეწინება და არ სარაფერა ვაიმე კარგი რა ბაბუ კარგი რა გეხვეწები კარგი რა კარგი შეიძლება ყველაფერზე ცოლი აღარ შემიძლია დავიტანჯე კაცო ხო შენ დაიტანჯე და მე დავიღალე ბაბუ ის მაინც ვიცოდე რაღაცა ვინმე თუ ყავს შერჩეული ხო და დავწყნარდებოდი
მოიცი ეხლა რა სიძახი შე რომ მე რო გითხრა რომ ვინმე მყავს მეთქი შეჩეული დაწნარდები? აბა რა? კარგი. მყავს დაწნარდი? რა დამოწყნარებს ბაბუ? ვინ არის ბაბუ რა ქვია? რა გვარია? კარგი ბაბუ გეხვეწები ერთი წუთი. სად მუშაობს ბაბუ? კარგი ბაბუ, კარგი. გამიშვი ერთი წუთი გეხვეწები, გამანებე თავი. ბოდიში მოვბძანდით ბატონო პროფესორო, მოვბძანდით. მშვიდობა ბატონო გოდე ბაბუ. კი, მშვიდობა. საცოლე ყავს. და მალე მოიყვანო. მე სხვა საქმეზე ვარ მოსული. თუ შეიძლება ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მინდა რა. ავთო მაჩუკა თბილის სვიტრი და გამოცდა მინდა რამდენად თბილი არის. აქ თუ გავუძლო ესე იგი კარგი. კი ბატონო, გამოცადე, ხო. ეხლა. აი, ვერ გავუძლო. მადლობთ. რანაირი პროფესორია. არა, ეს ცოლს ვერ მოიყვანო. მოიდგინე 160 ადამიანის ნომერი მიწერია და როგორ დავიჯერო რომ ერთ-ერთი როგორ არ გამომყვება ერთი დღით ცოლად. აი რა პრობლემაა ვერ ხვდები რა. მათე ბიჭო ერთი წვენი მომიტანე გეხვეწები რა ხო მადლობა. მოიცადე დაავრეკოთ ეს ვინ არის? ილონათლია ილონა. ილონა, კარგი. ალო ილონა. გამარჯობა ილონა, ხო? პატავარ ფერაძე. როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? კარგად, არ ამიშავს. რა, 5 წელი ელოდი როდის გამოჩდებოდი? რას ლაპარაკ? რა 200 ლარი შენი ვალი მაგაც. მოიცა. მე მგონი სხვაგან მოხდი, ხო? კარგი ილონა, სხვაგან მოხდი, ხო? არა, მე ბერაძე ვარ, მე ვარ ბერაძე, ხო? სხვაგან მოხდი, კარგი. რა ტიპის ხალხია გაკუთილებს ორი მახსოვრებდა სკოლაში რა 200 ლარი საიდან ახსოვს ამდენი ხანი როგორ დაამახსოვრდა. კარგი, მოდი დავვრეკოთ თინასთან დავრეკავ ეხლა, მაგრამ მაგის ნომერი არ მიწერე, გიოს ეცოდინება მაგის ნომერი, გიოს. აჰა. გიო? როგორ ხარ? პატავარ ფერაძე, ხო, როგორ ხარ? კარგად, არ ვიცი, არ ამიშავს, ხო, რა ვიცი, აბა, კარგად, შენ კარგად, ხო, კარგი. თინას ნომერი ხომ არიცი შენ, თინასი. თინა, ჩვენი კლასელი რო იყო რა, ის მუხლებზე გამობერილი რეიტუზებით რო დადიოდა ხოლმე, ხო? ხო, მაგის ნომერი მინდა, ხო. თინა, კაცო, შავი რო იყო, შეუხედავი, რა გჭირს ახლა, როგორ ვერ მივხვდი? რატ მინდა და ცხოვლად უნდა მოვიყვანო, რატ მინდა, რა თმენდომებაა. რა ცოლად მოიყვანე? ხოდა გიო მეც მაგას გეუბნები, მოსალოცა დავრეკე, ბოლოს უნდა გებულობდე მე ვიღაცეებისგან გიო, კარგი რა გჭირს გიო, გილოცავ, ხო, მაგიტომ დავრეკე, გილოცავ, კარგი ხო. უყურე ამა თინა და გიო ნახე, რა კარგი კლასი მყოლია და კი არ ვიცოდი კაცო. ვა. კარგი, ეს ვინ არის? აჰა. ანა. მოდი ანასთან დავრეკოთ ახლა. ალო. ანა. ხო, გოგო, გამარჯობა, როგორ ხარ? ხო, ანა. მომისმინე ისა, რა უნდა გთხოვო ანა შენ? შეგიძლია რომ ერთი დღით რო ჩემი ცოლი რო იყო, შეგიძლია რო გახდე ჩემი ცოლი? ჰა? ბოდი შეხლა ისმის ეს რასაც ლაპარაკობს? არა, ხო, ძალიან კარგი, ხო. ანა, კარგი, ბოდიში ანა, კარგი, ხო. რა იყო რა მოგივიდათ ხალხო. ვა, რა ჭირს კაცო ამ ხალხს? აჰა, ქეთი, აბა ქეთისთან დავრეკოთ, ქეთი. ქეთი როგორ ხარ, ქეთი? ხო, პატავარ ფერაძე, ხო? მიცანი, ხო, ძალიან კარგი, როგორ გამიხარდა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგი. კარგია, კარგად. ქეთი რა უნდა გთხოვო, იცი? მოკლედ რაღაცას ვატყუე ბაბუაჩემს და მოკლედ ერთი დღით მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე, ერთი დღით. შეგიძლია რომ ვითომ ჩემი ცოლი ხარ, ვითომ ერთი დღით რა. ხო, და ძალიან გეტყობა მუცელი?
კარგი კეთი, დიდი მადლობა, მაინც არ აუშავს. კარგი კეთი, კარგი. ვაა, რა ჭირს ამ ხალხს კაცო. მოიცოდე, ეხლა როგორ ვერ უნდა ვნახო ვიღაც. ნანა რომელია? ნანა, აბა დავრეკოთ ნანა. ნანა კი არ მახსოვს ჩემი. ალიო, ნანა გამარჯობა. ნანა გამარჯობა, ხო? შეგიძლია რომ ერთი დღით გახდე ჩემი ცოლი, როდემდე უნდა იარო ეხლა ეგრე მარტო კაცო. ალიო, ნანამას თქვენ ხართ? ხო, ნანამას, ხო, არა. ხო, ისა, ლევანი ვარ, მე ხუცაიძე, ლევანი ვარ, ხუცაიძე, ხო. ვაი, ეს სადავრე. ნიკა, არ მოსულა ჩერლილიფებია. ჯერ არა. შენ რას აკეთებ? არ უნდა იმეცადინო, ნიკა? აბა ეხლა მე რას ვაკეთებ? ითამაშე, ნიკა და მოვაბებია შენი და ის მოგხედავს. შენ სად მიდიხარ? სად მივდივარ და სამსახურში რაღაც საახალწლო წვეულებას მართავთ და მე და ტატომ ნაძვის ხეები და სათამაშოები უნდა ვიყიდოთ. ბებია იქნება. არა, ტატო იქნება. ბებია იქნება. შენი ტატო მოვიდა თეკა. მობძანდი ტატო. გამარჯობა ნიკა. ეს შენ. აი მე ყვავილები ტატო. ხო, მომწერე მომიტანეო და წამოგიღე. ნიკა. არა, შენ? რას თამაშო? კალბურთს, გინდა გასწორნი. ხო. ის არის ფარი. ეს ფარია, ხო? ხო. მოცა. ნახე რა ჯორდანო ვარ. ტატო, წავიდეთ, ხო? ხო, რავი, როგორც კი. ხო, წავიდეთ. ესე. წავიდეთ, აბა, ნიკა შენიცი? რძე გაქვს დასალევი ნიკა. ხო, რძე კარგია. ბევრს თუ დალევ ჭკვიანი ბიჭი გაიზრდებ. მე სულ სვავთ. ხო, ხედავთ ეკლა, ჰა? როგორი ნიკა. ხო, წავედით? აბა შენიცი ნიკა. ჯორდანო? ტატო. ტატო კი არა. თეკლა რა. შეგხედო რამხელა გაზრდი ხა და ტრიალდი აი მე ბებო რა გამხდარი ხარ არაფერს გაჭმევენ კი როგორ არა ხო სად არიანის ბიძაშენი და დედაშენის მეგობარი არ არიან სახლში არა აჰა ბავშვი მარტო დაუტოვებიათ სახლი მირეულია ვაიმე არ მითხრა ხა ეს რძეაო კი რძეა გადააქცია ხა ხო იცი ვერ ვიტან მაგისუს გადააქცია როგორ მიხარია ბებო რომ მოხარ გენაცვალო მიდი გადააქცია ბებო აიო აი ყვავილებიც გადაკარე რაღაც ალერგია მაქვს ამ ყვავილებზე ეს მეზობელია, ასე იცინის ხოლმე. იცინის ხოლმე რას ქვია? ქალბატონო, მან დარ გამომიყვანო. წავალე ხარზე მიდავათვალიერებ. გაჩუმა. ერთი ადამიანი როგორ ნინო ინასარიძე. ნინოსთან დავრეკავ, ნინო. ალო ნინო ხარ ხო ნინო როგორ ხარ პატავარ მე ფერაძე ხო როგორ ხარ კარგად არა ვიცი არ ამიშავს რა ვიცი აბა ნინო ერთი სათხოვარი მაქვს შენთან მომისმინე რა უნდა გითხრა ერთი დღით რო გახდე ჩემი ცოლი ერთი დღით ბაბუაჩემს ვატყობ ჩემთან ავალ სახში მოვატყობ თვითონ ჩემი ცოლი ხარ და წამოვალთ ეგრევე ოღონდ ერთი პირობით პირობითი გაქვს კარგი ბოდიში კარგი დიდი მადლობა კარგად
რა ხდება მათე ბიჭო რა არის ვერ გავიგე რა მოდი ხატიასთან დავრეკავ არ მეტყვის უარს ხატია ხო ხარ ხო მე პაატა ვარ ფერაძე როგორ ხარ ხო რა ვიცი არ ამიშოს კარგად მომისმინე ხატია რა უნდა გთხოვო ერთი დღით შეგიძლია ხო ჩემი ცოლი რო გახდე რა მე მგონი პრობლემა არ არის არანაირი ანუ ვითომ ჩემი ცოლი ხარ ერთი დღით ბაბუა ჩემს მოვატყუებთ ავალ ჩემთან სახში მოვატყუებთ და წამოვალთ ეგრევე არ არის პრობლემა ხო ხო ხატია და ეხლა როგორ ხარ ხო გოგო და ისინი კარგი ხატია ხო კარგი არა ეხლა ხო კარგად ხარ არა უშავს კარგი ხატია კარგი არ არის პრობლემა რა უნდა იყოს კარგი ხატია რა ჭისამ ხალხს მათე ბიჭო რა ხდება ვერ გავიგეთ აი არ ვიცი ერთი ბოლო იმედი არის მარი მამალაძე ამანას თუ უარი მითხრა არ ვიცი რა იქნება ალო მარი ხო პაატა ვარ ფერაძე ხო გამარჯობა მარი რა უნდა გთხოვო მოკლედ ერთი დღით რო გახდე ჩემი ცოლი ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა ბაბუა ჩემს ვატყუებ თვითონ ცოლი მომყავს ავალთ 9 საათით გავჩერდებით და წამოვალთ უკან მართლა მარი აუ ჯიგარი ხარ მარი კი აუ მარი ჯიგარი ხარ დიდი მადლობა არა ისეთი არაფერი არ მოხდება ხო ხო პაატა გამარჯობა კი ერთი დღით მინდა ზუსტად ხო ერთი დღითაც არ მინდა ავალთ რაღაც დაველაპარაკებით ხო პრობლემა არ არის ხო გამარჯობა ვერ მოგესალმე ბოდიში ხო არა მარი ჯიგარი ხარ არაფერი პრობლემა არ გიხსნი ყველა მომძანდი ბატონო პროფესორო რა ხო ხაჭა მარი ხო მარი დღეს მეორეჯერ დამეჯახა უკვე რა ხდება არ ჩანვა ბატონო პროფესორო, გაიგეთ თქვენც რა თქვა, გოგა, გაიგე? ო, რატომ მე მგონი ვიღაცა ყავს ბაბუასთან? ეთყობა კოტე ბაბუა არის უდათ და ექიმი აიყვანა. არ ამგონია, თუ დილით კოტე ბაბუა კარგად იყო. თან ისე კარგად იყო, რომ გაყვირო და პაატა საცოლე ხავსო. დეცა? ესე იგი, დეც რა გამოდის ახლა რა? ესე გამოდის, რომ პაატას ცოლი მოყავს. ლოგიკურია, კი. ესე კეიფო. ხო, ფერა. ყოჩახ პაატას, მაგრამ გოგა, შენ ყველამ როგორ უნდა გაჯობოს? ბატონო პროფესორო. დიახ. აჰაიო გოძაიმას. რაც არ უნდა მოხდეს რამაც არ უნდა შეგიშალოს ხელი ანას უნდა უთხრა დღეს ყველაფერი თავარია ნოდარმა არ გაიგოს ეს ყველაფერი და ხელი არ შემიშალოს დედა ეს რა გავიგე შეგენაცალე რახან შენ გადაწყვიტე რომ საშველი დააყენო და ანას ყველაფერი უთხრა ესე რამე თუ გამეხარდებოდა არ მეგონა 2006 წლის მერე მე ესეთი გახარებული არ ყოფილა შენ ახლა აუცილებლად დაგაინტერესებს რა მოხდა 2006 წელს რამაც მე მომცა საფუძველი რომ ესოდენ გახარებული ყოფილიყავი აუცილებლად მოგახსენებ ჩემო მოვეწყო ჯერ კარგად ესე იგი უნდა გითხრა რომ 2006 წელს ავირჩიეთ ჩვენი სადარბაზოს თავმჯდომარე იმ გაფუჭებულმა არჩევის დღესვე პირველი რაც მოინდომა თავისივე ფანჯრების წინ კარგი ტერიტორია იყო ფართი იყო არაჩვეულებრივი ავტოფარეხს ამეშენებო იმ ავტოფარეხის ადგილას მინდოდა მე მყოფილიყავი ავტოფარეხი ჩემთვის ამეშენებინა დავასიე მეზობლები ზემოდან ქვემოდან მარჯვნიდან მასხიდან დახოცეს ერთმანეთი ეთი ვაივიში გაადინეს გენაცალე ერთმანეთს და ამასობაში სანამ ისინი ჭუბობდნენ ავტოფარეხი მიავაშენე ხარ გაჭირება რომ მოვიდა შენ გენაცალე გავაქირავე და 4 კაცი ცხოვრობს შიგნით და თვიდან თვემდე იოლად გავდივარ. ძალიან დიდი მადლობა ნოდა რომ ასე რომანტიკულ გარემოს მიქმნი ანასთან შეხვედრამდე ამ ავტოფარეხებით. რა ვქნა შენ გენაცვალე შენ ოღონდ მიხვდი და თქვი და რამეც დააყენე საშველი და 4 დღე რო დავიწყებ ლაპარაკს არ გავჩერდები. რას დაიწყებ ლაპარაკს არ გაჩერდები არ გაბედო იცოდე სანამ მე არ გეტყვი რომ შეგიძლია თქვა ხო არ რას აკეთებ რას ვაკეთებ და ბრეკავ საგვიჩიოში ინეზასთან რომ მადლობა გადაუხადო იმ უპატიოსნეს ხალხს იმისთანაინდაური გამომიგზავნა იმისთანაინდაური ყვითელი ჩიჩახვი ქონდა სავსე სიმინდით გაკრამული გაკვირტული გაწყრიტული მოიცა ერთი წუთი ალო ინეზა შენ შემოგევლე შენ როგორ ახარ გენაცვალე როგორ არიან შენები რა შვილი ხარს რა გაზდილი რა ჩამოყალიბებული შენი ჭირიმე მოგითხარი რო გეუბნეოდი ლაშას თქმა უნდა თქო როგორ ჩიქნა დააყენა საშველი და მიდის დღეს იმ გოგოსთან და დაგირეკო გენადე და რა ჩიჩახი სავსე სიმინდი ჩენგენაცვალე
რა იყო ნოდარ? ხანჭი ჩახვიო ხან რაღაცებს იგონებ, ხან გამონასკვევ, ხანჭი ჩახვიო და ხან ნასკვევიო. ნოდარი ახალია. მიაქავარ, ენაცალე, მიაქავარ, მაგრამ თავარია თქვენ იყოთ აქ. თქვენ რო იქნებით, მე თქვენ სხვებიც ვიქნებით. წავალ ახლა მე ხელს არ შეგიშლით, კი არ წავალ, დავჭები, მაგრამ ხელს მაინც არ შეგიშლით, აბა. ხარა ეს მოსწავლე არა. ანა რაღაც უნდა გითხრა. აი ეს შენ. შენც გაიგე ლაშა. დიდი მადლობა. გავიგე. ხათუნამ გითხრათ ალბათ. ესე იგი მთელ სამსახურს გააგებინა ჩემი ნიშნობის ამბავი. გავიგე და გილოცავ და რა ვიცი. რა თქვი? მადლობა. ნოდარ. აი ეს უწყისები ბუღალტერიაში აიტანი და მე შემომიტანე, კარგი? აბა წავედი, ლაშა, დიდი მადლობა. კარგად. კარგად. რას ლაპარაკობ? რა თქვა ახლა? რა თქვა ახლა? გაიგე, ნიშნობაო, ყველა მიცისო. ხანა ეხანა კი არა ო ხათუნა რომ გადმოუგდი ამ ხელა ენა და ლაპარაკობს როგორ დამას რომ წავედი შენგენაცალე ეხლა მე შენში სამცალე უნდა გავიგო ვის პატიჟები რა საკეთებ რამდენ კაცაშლიან გოგო მეძი ხარში ხდის ბიჭი მე აი მე და გავგიდი წავედი გამოუნასკვე ჩიჩახვი მოდი შემოდი. მოდი მოკლედ. აი აქ ცხოვრობ, აი აქ ვარ და არ ენერგიულო. პატა, მალე წავალთ ხო ძალიან მეჩქარდება. კი, არ ენერგიულო, მაგრამ ნახევარ საათში, მაქსიმუმ ნახევარ საათში ხო გეუბნები წავალთ, არაფერი დავჯდებით, უცბად გაგაცნობ ხალხს, ვითომ ჩემი საცოლე ხარ და ხო მითხარი. ხო, ანუ არანაირი პრობლემა არ არის, დავჯდებით, ბაბუას გაგაცნობ, ჩემი საცოლე ხარ და ძალიან მალე წავალთ რა. არაფერი რთული არ იქნება, დამიჯერე, შენ სამხელი ხო ხდები ლაპარაკს რომ დავიწყებთ რაღაც ხო? მოვითრენ ჩართა ეს რა არის? რა არის? რა და აი ეს რა არის? მოგზანდით. აბა, აქ დავждეთ. კარგი ხანდეთ ეს. იყო სარდინდა. არა, მომეცი, მარი, მომეცი. კარგი, ბაბუ, მე თვითონი. კარგი ხო. დაჯექი, მარი, დაჯექი. ატა, რას გილოცავ? ეხლა მეშვილი. კარგი, ბაბუ, კარგი. რას გილოცავ? რას მილოცავენ, მარი და ესე ბაბუა ჩემს საერთოდ სახში რომ მოდიორ ხოლმე ძალიან უხარია და მილოცავს ხოლმე რომ გილოცავ სახში რომ მოხვედი გილოცავ და ესენი კიდე ჩემი მეზობლები არიან და ამათაც უხარია თავისებურად და ესენის მილოცავენ თავისებურად. წავალ კარგი? არა, მარი, მოიცა საწავალ, არ ენერგიულო, არაფერი რთული არ იქნება. აი მაქსიმუმ ნახევარ საათში წავალ, ბაბუას გაგაცნო, პრობლემა არ არის. ბაბუ, ერთი წუთი მოდი. მოგენაც. ბაბუ. მოკლედ, აბა გაიცანი, ეს არის ჩემი მარი, რო გეუბნებოდი. მარი, ეს არის ჩემი ბაბუა, ჩემი კოტე ბაბუ. ძალიან სასიამოვნოა ჩემო მარინა, ჩემო შვილო.
ეხლა ყველაფერი ეხლა როგორც მეფე პატარზად შეეფერება ისე დაგვთებით. ბაბუ, ჯერ ეს ერთი ბაბუ, მარინა კი არა, მარი და მე რა სუფრა რა მეფე პატარზალი რა მოგივიდა ბაბუ რა სუფრა. რა გჭირს? მარი ხო? დიახ, ვერ უცავარ. სასიამოვნო. რაღაც თხოვნა მაქვს რა თქვენთან. გეხვეწებთ თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით. ხო. წავმეც მოგეთ ხო? ჩვენი სიყვარულის ისტორია ჩემი და ჩემი მარის სიყვარულის ისტორია პრინციპში როგორი ამბავია იცი დაიწყო სატელეფონო ზარით დაიწყო ერთი სატელეფონო ზარით და მერე პრინციპში ეგ არის რა ძალიან რომანტიკულია. კი, რომანტიკულია და ჩემ მარისაც უყვარს სიტყვა რომანტიკული, სულ რომანტიკულია ეგრე იძახის ხოლმე სულ. აბა მოგბრძანე. ხო, აი ხაც აი რომანტიკულია, ვერ გაიგე რა რომანტიკულია. ნებისმიერ ქვეყნის მოსახლეობის წყობა ანუ მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ნიკა რა ხდება? ხელს მიშლი ვერ ხედავ რომ მეცადინეო. მე მივხვდი ლილი ბები ამოვიდა ხო? კი მოვიდა. და სად არის? ახლა ზევითაა სახლს ალაგებს. აქ უკვე დაალაგა. მართლა. ხო. ლაშა ნახე სახლიც დაალაგებულია, ნიკაც მეცადინეობს. სუფრა გაწყობილია. ვახშამიც მომზადებია. მე მგონი ახლა ნამდვილად იმსახურებს ქალბატონი ლილი ყვავილებს. ყვავილები მომწანე? ხო, ნიკა მომწერა რომ უყვარს ყვავილებიო და? ლაშა მე მგონი თოვლის ბაბუას შეეშალა და ადრე გამოგიგზავნა საახალწლო საჩუქარი. ნიკა მოვიდა ვინმე? აი ახლა ჩემი ლილი ბებია ჩამოა. იცით რა საყვარელია? მალე შეგიყვარდებათ. გამარჯობა. ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ქალბატონო ლილი. ვაიმე, მომაშორეთ ყვავილები ვერ ვიტან. გადაყარეთ. ეს არის გიждდება ყვავილებზეო. დღეს უკვე მეორედ ვიყიდეთ ყვილა ყვავილები. მე თეკლა ვარ ქალბატონო ლილი. ვიცი, ელენე მითხრა. ხო, რა კარგად დაგივაგებიათ აქაურობა. რას გავდა აქაურობა, რას გავდა სახლი. ზევით მაგიდაზე ქაღალდები რომ იყო გჭირდებოდათ? დიახ, ეს ჩემი სამსახურის საბუთებია და მე ვერ თქვი დროზე გადაყარე უკვე. იცით მე უკვე მოვაშორე ყვავილები. იქნებ გამატაროთ. მომიტებეთ, მიბრძანდით. არა, თეკლა მე იმედი მაქვს რომ მართლა შეეშალა თოვლის ბაბუას და ეს სახალწლო საჩუქარი სხვაგან უნდა გაეგზავნა. ხო, მე მითხარით რამე? არა, ისე ჩემთვის მე. ნიკა, ეს არის საყვარელი ბებია მყავსო და ამალე შეგიყვარდებათო, ჰა? რა გინდა საყვარელი? მოგძანდი. კარგი, მოგძანდი გენესონე. აი, წავალ, ხო გამაცემი უკვე. ცოტი ძალიან თყუარი არ მითხრა. აი, მაქსიმუმ ნახევარი საათით უცბად ცოტა ხნით დავждებ. ძალიან თყუა, კარგი არ ჩამიშალო. მოდი, არა პრობლემა არ არის. აი, მარი, შენ აქ დაჭიქი, ეს არის პატარძლის ადგილი. აი, აქ მოდი. პატა, ეს არის ნაფის ადგილი და აქ დაჭიქი. ეს პატარძლის მაშინ მე ხო აბასად უნდა დავждებ, აბასად დავждებ. ხომ არ გწივად? მარი, ენაცვალე. მაშინ გამათფობელს ჩავ. რა ბაბუ, მართლა ჩართავ გამათფობა შენ ხლა? ხო, ბაბუ. მარი. არა, ნუ შეწუხდებით. კარგი ტემპერატურაა. ხო, კი, ბატონო. შენ იმდეს ისევ გაგშორდები მე ისე. აბა, თამადა იქნება გუგა. არა ვარ მე გუგა. მაშინ აბა ვინ იქნება? ჰა? მალხაზი მაშინ. არც მალხაზი არა ვარ, კოტე ბაბუ. ვინმე? სოსო, რა ქენი იცი? აბრა ჩამოიყიდე.
ეს ვარ გოგა, ეს ვარ მალქაზი. მოლოდ გეცოდინე. გეცოდი. პატა, ისე ბატონო. მართლა მაგარი გემოვნება გქონია. კაიცოლია და რამე. საღო ჯიგარს, საღო. აუ, ისა, მარი, არ გეწყინოს რა, უბრალოდ ახლა არის სასო, თორე, აი, მალხაზი რო იყოს, სულ სხვანაირად გეტყოდა. შევავსოთ. მოდი, რა იყო? რა იყო, ბაბუ, რა სუფრა, მეფე პატრაზალი, ერთი წუთი მომისმინე რა, იქნება ეს გოგო ეხლა ეს, ჩემი საცოლე ამეთქი რომ გეუბნები, სინამდვილეში არის ჩემი კლასელი მარი, რომელსაც თხოვე რომ შენთან ამოსული იყო და შენთვის მოგეტყვებინა, ვითომ ჩემი საცოლეა რომ თავი დაგენებებინა ერთხელ და სამუდამოდ ცოლი რო დაიწყებ ხოლმე. გეუბნები, იქნება ჩემი მოგონილია ბაბუ ეს ამბავი და ჩემი კარგი, გაჩვენდით, რა შენი მოგონილია, სად გახსენ იმდენი ტვინი რომ ეს მოგეფიქრები. აბა ეხლა იცეპებს მეფე დედოფალი. ბაბუ, რაქსის რაც სიყვა, რაც ლაპარაკობ, რა იცეპე ბაბუ, ხორცილია, ბაბუ, რა სირცხულია, ხორცილია. აბა, თარტე. აბა ბაბუ, სირცხული. ბაბუ, კარგი, ცეკვა, ხო? ცეკვა, ვიცეკვა, ხო? ვიცეკვა, ცეკვა, ბაბუ, კი ბატონო. კი ბატონო, აუწიე. თქვენთან დამალეთ გეუბნები. ჩვენ კიდე შენთან. რა რასტიკო რა არის? ბებია ჩემი მოვიდა. ბებია შენი მოვიდა, მე რა გინდა? კარგია, რა გინდა? ბებიები არის საყვარლები, ხო? რა გინდა? გამარჯობა ბებია, გამარჯობა. რა ჭისავს? არ ესმის, ხო ეთქობა, ხო? კარგი, პატა, გაჩუნდი რა არ ესმის, ძალიან კაცრი ქალია. დაგწოფა უკვე. კარგი, რა დაგწოფათ, კაცო. ჯერ ესე ყველა ადამიანს ჭირდება თავისებური მიდგომა, რას ქვია მკაცრი ქალია. ბავშვი რა ქვია ბებია შენს? ლილი. აჰა. ერთი წუთი. ლილი. ერთი წუთი. აი ეს. წავიღო. უყურე ახლა. ქალბატონო ლილი. გაგიტეხოთ ხილი? ლილი. აი ხედავთ ეკლა, ხედავ დრაკონის წელიწადის მოსვლამდე თვითონ დრაკონი მოვიდა ჩვენ. ვაიმე, გადი, არ მიდგა, მომართი. რა პატა, გაამართლა შენმა მეთოდებმა, მიდგომა? კარგი, გაამართლა კი არა, ეს ქალბატონი ლილი კი არა, ეს ყოფილა ქალბატონი ლილი. იკა ბებო. მოდი ტოლმაჭამე. ახლა ვაიმე რა გამხდარი ეს ბავშვი კაცო არაფერს არ აჭმევდნენ რა უბედურება არა არის ეს თქვენც დაბძანდით ტოლმა გავაკეთე არა ნიკამ ჭამოს მე აბა ისედაც მეც აი ისედაც რას ნიშნავს აბა ტყუილად გავაკეთე აბა ეხავე დაბძანდით და ჭამეთ ეგრე თუა კი ეხავე მე წავალ სარესხს მივხედა კი ბატონო ისა მე არ მშია და ტელევიზორს უყურებ ხო საღამომშვიდობის გამარჯობა. სად მიდიხართ? აბაზანაში. ეს ვინ არის? ეს არის რა ქვია? თქვენ არ გეკითხებია. პროფესორია. რისი პროფესორი ხართ? ფიზიკის. თემა, რა თემაზე მუშაობთ? მრავალჯერად დამოხტული ბენზოლის დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად გრძნობიარ ფრენის დროითი შესწავლა. მიბრძანდით. ადამიანი? კი, ფაქტიურად. ეგრეა ხალხი. ფაქტიურად ადამიანი არის, ხო, ფაქტიურად. რა არ გაგიხარდათ ლილი ბებიას მოსვლა? მე ძალიან გამიხარდა. ნიკა, დროზე დაამთავრე, უნდა დაიძინო. გაგიხარდა ხო? გაგიხარდა. ძალიან კარგი. თუ გაგიხარდა, ხო და აი ახლა ნიკა, ადი ზევი და დაიძინე. თქვენც უნდა დაიძინოთ, აბა? არ გამატეორებინო.
მე პაატა ხო არ აქვს მნიშვნელობა ბავშვებს ეძინებ ეხ კარგი ქალბატონო ლილი წავალ არ დაგიფრთხოთ ძილი რამდენს ლაპარაკობ? მე ვლაპარაკობ ბევრს და ეს არის ადამიანი? აჰა, კი ბატონო, გასაგები. შევჭამ ჯერ და მე დავიძინებ ჩვენ. რასაკეთებ ბაბუ გოზინახს საკეთებ თუ რა არის ხო სვეტამ ჩამაწერინა რეცეპტი ბაბუ და სვეტამ ჩაგაწერინა რეცეპტი ხო შენ სვეტამ კი ჩაგაწერინა რეცეპტი მაგრამ მე დაინახე რა დღეში ვარ ბაბუ ესე როგორ მექცეოდა ან გამარჯობა ეთქვა ნორმალურად ან რაღაცას რო კითხვას რო უსმევდი ან ნორმალურად პასუხი გაეცან რა უხეშად მექცეოდა რა იყო და აბა ვერ გაუძლებ ბაბუ მე მაგას რა იმასთან ეგრე ყოფნას მიჩვენე აქ ვიყო სიცივეში ესე ხო მეთახმები და კიდე გავშორდი სწორედ მოგცეულ იმიტომაც გავშორდი რა ეგრე ეს რა მითხარი ბაბა ჩემი ვიჭი დამიჩაგრებს მიგეშინია ბაბუ ყველაფერი კარგად იქნება რა ვიცი აბა გამიგერი ბაბუ საახალწლოდ შურა ჩამოდის და ჩამოყავს გოგო შენთვის კარგი ოჯახიშვილია ბაბუ უბატონოდ ხმას არავინ გაქცევს თურმე აბა მომისმინე ბაბუ გოგო ჩამოყავს შურას უკაცრავად ნურას გაიგე დამანებე ბაბუ თავი კარგი რა აღარ შემიძლია